მშვიდობის სამეგობრებო, დღეს მივდივარ ფრჩხილების გასაკეთებლად, ნელ-ნელა ვემზადები, გასაფრენად რამდენიმე დღეში მე რითმოსაც შევიღება, მე ჩავბარგდები, 2 ავტობუსი უკვე გამოვიცვალე, ეხლა მესამეში გადავწდები და იმედია მივახცებ, იმიტომ რომ რაღაცები შეიცვალა და ჩემი ავტობუსი, რასაც მივყვებოდი ხოლმე, აღარ მოვიდა იმ გაჩერებაზე, სადაც მოდის ხოლმე და აი ესე გიჟივით დავდივარ უკვე 9:30-ია და იმედია არ დავაგვიანებ. მე მგონი რომ მოვაღწიე და არც დავაგვიანი, ანუ 3 ავტობუსის შეცვლამ შედეგი გამოიღო საბოლოო ჯამში. თუმცა შეიძლებოდა უფრო მალე მოსულიყავი. დღეს პარასკევია, ისრაელში პარასკევი არის მოკლე დღე, ანუ 9 დღე მუშაობს ყველაფერი. ნუ არის რაღაცა კაფეშკები და ასე შემდეგ, რაც მუშაობს დღე საცდახვალაც, მაგრამ ბევრი რაღაცა უკვე დღეს სადღაც 4 საათის შემდეგ დაიკეტება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ ივლის. სანამ შაბათი არ გავყან. იკეტება იმიტომ ყველაფერი, რომ პარასკევს შემოდის შაბათი და შაბათი გადის შაბათს 8-სკენ. მგონი, ეს იცვლება ხოლმე ეს დროები სულ. ის 8 საათზე გავქანდი, არა 8-ზე არა, 9:30-ზე ვიყიდე რაღაცეები, რომ მე რო დაბრუნდები ფრჩხილიდან სახლში, უკვე ყველაფერი დაკეტილი იქნება სავარაუდოდ. ნუ არის ჩემს გარშემო მაღაზიები, რაც ღია, მაგრამ ცოტა შორია. დიდი მშენებლობებია გაჩაღებული. სულ აშენებენ, ყველაფერს აშენებენ. ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი დილით და ახლა იმედია ელა დამალებინებს. ფრჩხილის ფერ შევისვი, რა თქმა უნდა. არასწორი არჩევანი გავაკეთე, როცა ეს ფრჩხილების დიზაინი შევთავაზე სპეციალისტს. ხო და ახლა რაც შეიძლება სადაც გავიკეთებ. თან ისეც რომ არ შემეტყოს ძალიან, რომ გამეზედება დიდი კონტრასტი არ იყოს, იმიტომ რომ ერთი თვე ვეღარ მოვალ ფრჩხილებზე. ერთი თვე კაი დიდი დროა. შეხედეთ ელამ რა დამახვედრა. პასკა არც მეტი და არც ნაკლები. საყინულეში შეუდია ჩემთვის, იმიტომ რომ იცით რომ ძალიან მიყვარს ელას გამომთხვარი პასკები. აი, არ ვიცი რა ვთქვა მართლა. ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა რომ გამოსულიყო, არის ულამაზესი, ძალიან მომწონს. შემოვედი H&M-ში და რაღაცები აბიტროკიალე. აი ეს ტოპი. კი არ ჩანს კარგად, მაგრამ მე ესეთია. ფანჯიკები აქვს. შევიძინე. თავის ზედა, რომელიც გაჩვენეთ. მაინც გადაწყვიტე ის ზედა, არ ვიცი, რაღაც უცხო ეგეთი არაფერი მაქვს, უფრო სწორად უცხო შეიძლება არ არის, მაგრამ მე არ მაქვს ეგეთი რაღაცები. ვიყიდე შავი შორტი, ძალიან ბეისიკი, ნაჭრი სტილოსი და ერთი ბეისიკი სერი ტოპიც. მორჩა. დამთავრდა ჩემი შოპინგი და თავქუთ მონგლეჯილი გავდივარ აქედან. სილამაზეა, ნახეთ. ალბათ აღარც გავიზრდი და მინდა რომ 12 თვე წელიწადში ეს ფერი მქონდეს. ძალიან მომწონს. ისემშია შეიძლება თქვენ შეგჭამოთ. რა თქმა უნდა ვისადილე, ცოტა დავისვენე და გადავწყვიტე ბარგის ჩალაგება. არც კი ვიცი ერთთვიანი მოგზაურობისთვის როგორ ჩავლაგდე ჭკვიანურად, თან ისეთ ქვეყნებში მივდივარ, რომ არც მინდა ბევრი ნივთის წაღება, რადგან ზუსტად ვიცი იქიდან ხელცარიელი ვერც და არც დავბრუნდები. რაღაც ნაწილი ჩავალაგე, დანარჩენს კი მომდევნო დღეებში გავაგრძელებ. გავიქეცი თმის შესაღებად, როგორც იქნა. დავით. 2 წუთში იქ ვარ. სალონში მისულს ნაყინით და ყავითაც გამიმასპინდნენ.
ძალიან მომწონს ჩემი თმა მოწესრიგებული. ეხლა უკვე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ანუ მოვწესრიგდი და მოწესრიგებული ვარ. მე თუ გტეკეთი. მგონი ცოტა მოვლამაზდი და აზრზე მოვედი. დილამშვიდობისა მეგობრებო. დღეს არის საოცარი ამინდი. მართლა საოცარი. მივდივარ სამსახურში. მერე მივდივარ ჩემებთან. გზადაგზა ყველაფერს გაჩვენებთ. რაც საინტერესო იქნება. სამსახურის შემდეგ პირდაპირ გავეშურე ხულონისკენ. ხულონი არის ჩემი მშობლიური ქალაქი ისრაელში. მშობლიური, მოდი ასე დავარქვათ, იმიტომ რომ პირველად რომ ჩამოვედით ისრაელში 10 წლის წინ, სწორედ აქ დავსახლდით. ესეც ჩვენი გამწვანებული უსაყვარლესი ხულონი. მოვედი ჩემებთან სახლში, ჩემი ძმა თავისი მოგზაურობიდან ჩამოვიდა. რაღაც წიგნებით დავაბარე, საქართველოშიც იყო და წიგნები ჩამომიტანა. მაგასაც დავიღებ. თან დავემშვიდობები, იმიტომ რომ ვდივარ ამ კვირაში. და ცოტა ხანი გავჩერდები და მერე წავალ სახლში. ჩემი მეუღლეც გასულია დღეს. არ იქნება სახლში, თავის მეგობრებს ხვდება, ხო და მეც ვიფიქრე, რომ ამ დროს გამოვიყენებდი. რაც დავაბარე, ყველაფერი წამოუღია. პირველი ეს არის ჰერმან ჰესეს ნარცისი და გოლდმუნდი. შემდეგი ალბათ ყველასთვის ნაცნობი. ნუ მოკლავ ჯაფარას ჰარპერ ლის. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდი შანსია რომ წაკითხული მაქვს, ოღონდ ინგლისურად და ძალიან დიდი ხნის წინ. ესეც ნადირობა ცხვარზე მურაკამის ნაწარმოებებს სტუდენტობის პერიოდში ვკითხულობდი ხოლმე, მახსოვს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რა მაქვს წაკითხული. კობოაბეს დამწვარი რუკა, მის არც ერთ ნაწარმოებს არ ვიცნობ, ეს იქნება ჩემი პირველი. ამ წიგნის შესახებ თუ არ ვწდები, სოციალური ქსელიდან შევიტყვე. ვილიამსი, ჩემთვის უცნობი ავტორია. ეს მგონი ჩემმა ძმამ თავისთვის წამოიღო. ჩემ წიგნებს რომ ამოვწყურავ, ამასაც მივადგები. თქვენ გაქვთ ამ წიგნებიდან რომელიმე წაკითხული? თუ კი გამიზიარეთ, თქვენი შთაბეჭდილება დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გავითვალისწინებ. წიგნების კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ალბათ არც გაგიკვირდება თუ გეტყვი. ქართულ ენაზე წაკითხულ წიგნს ჩემთვის პირადად სულ სხვანაირი გემო აქვს. ჩემებისგანაც გამოვედი. სამწუხაროდ მამა ჩემი ვერ ვნახე და ვერ დავემშვიდობე, იმიტომ რომ არ იყო სახლში და გვიანობამდე მუშაობდა. მუშაობს უფრო სწორად, მაგრამ უკვე გვიანია და გადავწყვიტე რომ სახლში წამოვსულიყავი. იქნებდა კიდე მოვახერხო ამ კვირაში გასვლა, მაგრამ მაინც ვერ ვნახავ, აზრი არ აქვს, სულ გვიან ბრუნდება სამსახურიდან მუშავს. ერთ თვეში ვინახულებ. ძალიან კარგი საღამოა, ცოტა გრილა, მაგრამ აი ეხლა ამ მოსაცმელში შვენივრად ვგრძნობ თავს. ანუ მე ავტობუსს ხარ გამოსწრო ერთ ძამე. არა, ჩემი არ არის. ამ გადაღებაში სულ მასწრებს ხოლმე ავტობუსი და ეხლა მე მგონი მოვედი დროულად. კი. Yes. დაშვილებსაც ვერ დავემშვიდობე სამწუხაროდ. იმიტომ რომ ჩვენ პარასკევს გვაქვს ხოლმე შეხვედრები ერთად. მალე შევხვდებით. იმედია. კი არა და შევხვდებით, აბა რას ვიზავთ. ღამის 10 საათია და ხალხი აი ასე გვიანობამდე ვარჯიშობს. ზოგადად ისრაელში ყველა ვარჯიშობს ასაკის მიუხედავად. სახლშიც მოვედი, ხა მოვწესრიგდები და დავინძინებ. გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ თათია და ეს არის ჩემი YouTube არხი Tati on Air. სანამ ისრაელის დამოუკიდებლობის შესახებ რამეს გეტყვით, მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა ყველას, ვინც 1 წამი, 2 წამი, 3 წამი თლიან ვიდეოს არ აქვს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა, უყურებთ ჩემ ვიდეოებს, მისწერთ კომენტარებს. ალბათ ამის ნახევარსაც არ მოველოდი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩემს ახლობლებს და ჩემს მეგობრებს, მაძლევენ რჩევებს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მეც გავითვალისწინო მათი რჩევები, თქვენი რჩევები და ძალიან დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად. ეხლა ორი სიტყვით ისრაელის დამოუკიდებლობაზე. ისრაელის დამოუკიდებლობა
Yom Ha'atzmaut იბრითულად აი ასე ქვია ზუსტად აღინიშნება ამ წელს 1 მაისს. როგორც მოგიხსენებათ, ვახსენე უკვე წინა ვიდეოში, პესახის ვიდეოში, რომ ისრაელში ყველა დღესასწაული არის მცოცავი, ასე რომ ეს დღეც რა თქმა უნდა ყოველ წელს იცვლება, უბრალოდ წელს დაემთხვა 1 მაისს და ზუსტად დღეს აღნიშნავთ აი ამ დღეს. სამწუხაროდ წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე ცოტა განსხვავებულია, ცოტა სევდიანი იქნება, იმიტომ რომ მოგიხსენებათ გუშინ მთელი იერუსალიმი ტყეები და გზები დაიწვა და იყო აბსოლუტური აპოკალიფსი და საშინელება, ხალხი მანქანებიდან გადმორბოდა და ესე ტოვებდნენ ყველაფერს, ავტობუსებიდან ხალხი ბავშვებით გამორბოდნენ და ჩემთვის კიდევ ორმაგად გულდასაწყვეტი იყო, იმიტომ რომ საქართველოშიც რაღაცა კატასტროფა ხდებოდა. გული მტკივა მართლა ცალკე საქართველოს და ცალკე ისრაელზე. და არც კი ვიცი, ალბათ სანუგეშო სიტყვებიც კი არ მაქვს, რომ ვუთხრა იმ ხალხს, აი ესე დღეში ჩავარდა ამ ხანძრის გამო. ამას დაემატა გუშინდელი საშინელი ამინდი ისრაელში, აი ესე არსაიდან, როგორც იტყვიან, ამოვარდა საოცარი ქარი და ალბათ აი ამ ქარმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ხანძრის აი ესე მასშტაბურად გავრცობაზე, იმიტომ რომ ეს იყო ისრაელში ყველაზე დიდი ხანძარი საშინელება. თან იყო რაღაცნაირი ამინდი მტვრიანი, მე გაჩვენებთ რა სიტუაციაში არიან მანქანები, რომლებიც გუშინ იყვნენ აი გაპიწყინებულები, აი მტვერი. აი ესეთი ჭუჭყიანი რაღაცნაირი მტერი, უდაბნოს მტვერს ვეძახით მოკლედ ამას და აი ეს სიტუაცია ხდებოდა, არ ვიცი. ზოგადად ისრაელში დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. არის დაგეგმილი ძალიან ბევრი ღონისძიება, აქტივობა, ყველა გარეთ არის ეს ერთადერთი დღესასწაულია სხვათა შორის, როდესაც ყველა ტრანსპორტი მუშაობს. აღსანიშნავია ეს ფაქტი, ეს ხშირად არ ხდება, ეს ჩვენთვის უცხოა ისრაელში. მაგრამ იმ სამწუხარო ფაქტის გამო, რაც გუშინ მოხდა, ძალიან ბევრი აქტივობა გადაიდო და გუშინ მესიჯიც მომივიდა ამის შესახებ. ჯერჯერობით ახალი თარიღი უცნობია, როდის გაიმართება ღონისძიებები, მაგრამ ალბათ მაგასაც შეგვატყობინებენ. ეხლა ზარშლი. למה זה חדש? זה חדש? השיער שלך חדש? לא, כי את מצלמת. טוב, עכשיו שכחתי איפה הייתי. დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის წინ უძღვის ტრაურის დღე. ეს არის Yom HaZikaron, რაც ნიშნავს სიტყვასიტყვით ხსოვნის დღე. პატივს ვაგებთ ყველა იმ ადამიანს დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ომში დაიღუპა და 11 საათზე ჩაირთო სირენა და მთელი ისრაელი 2 წუთის განმავლობაში გაჩერდა. და ეს არის ჩვენი მადლობა იმ გმირებისთვის მიძღვნილი, ვინც ომში დაიღუპა. და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ სევდაო და სიხარული ერთად ხელჩაკიდულები დადიანო. აი ამ 2 დღის განმავლობაში და აი რაღაცა ესე სევდიანი დღიდან და ასეთი ტრაურიდან გადავდივარ ისეთ დღეზე, სადაც არის ძალიან დიდი მხიარულება. ისრაელმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1948 წელს და რო გამოვთვალოთ, ესე იგი დღეს ის აღნიშნავს 77 წლის იუბილეს. ამ დროს ყველა გარეთ არის, ყველა აღნიშნავს, მთელი ისრაელი მორთულია ლურჯ თეთრ ფერებში, დროშის ფერებში, ყველგან დროშებია, მანქანებზეც კი, სახლიდანაც კი დროშებს გადმოფენენ ხია. პარკებია გავსებული ხალხით, რომლებიც ასე თქვა წვადა მიდის მთელ ქალაქში. სულ მწვადის სუნი ტრიალებს ხოლმე და ეს არის რაღაც ძალიან დამახასიათებელი დამოუკიდებლობის დაობენ. მე მგონი რომ ჩემების წვადაობენ, მაგრამ ჩვენ სხვაგან მივდივართ. ჩემი მეუღლის მამიდაშვილთან სტუმრად აუცილებლად ყველაფერს გაჩვენებთ იმ დოკარი და წინა ვიდეოზე ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა მითხრეს პესახის ვიდეოზე რომ არ გვეყო, საჭმელებიო არ გვაჩვენეო, ამიტომ დღეს გავითვალისწინებთ და ყველაფერს გაჩვენებთ და გადავიდეთ. ასე რომ დამელოდეთ. რაც ვიდეოების და ვლოგების გადაღება დავიწყე, იქიდან მოყოლებული გავიძახი, რომ მივდივარ საქორწილო მოგზაურობაში. ალბათ გაინტერესებთ სად მივდივარ. არ ვიცი, ან შეიძლება არც გაინტერესებთ, მაგრამ მაინც გეტყვით. ვარ აი ისეთ საოცნებო ქვეყანაში, რომელზეც მართლა ვერც კი ვიოცნებებდი. მზად ხართ მოისმინოთ. ეს არის კორეა და იაპონია. 3 კვირა-ნახევრის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ვიმოგზაურებთ კორეაში და იაპონიაში. არ მჯერა, მე მგონი დღემდე არ მჯერა, სად მივდივარ და სად მოვხვდები და რას ვნახავ. ბევრი ფიქრის შემდეგ
გამართლა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ვლოგები იქიდან არ დამედო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ YouTube ვლოგების დადება და საერთოდ მონტაჟი და ყველაფერი ძალიან შრომატევადია, იმაზე უფრო მეტად შრომატევადია ვიდრე თქვენ გონიათ. ამიტომ გადავწყვიტე რომ იქ დავისვენო, ვისი ამოვნო ჩემი თაფლობის თვით ყველაფერი გადავიღო, ყველაფერი და აი ესეთი არამიფუჩეჩებული ვიდეოები არ დაგიდოთ, იმიტომ რომ დროის გამო ესე მგონია რომ ხარიცხი მოაკლდებოდა ჩემს ვლოგებს და ეს არ მინდა. ასე რომ ვიფიქრე რომ როგორც კი ჩამოვალ, დამშვიდებული, დაწყნარებული, დავამონტაჟებ ყველა ვიდეოს და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებებს, შთაბეჭდილებებს, გაჩვენებთ ყველაფერს, რასაც კი ვნახავ. იმედია არ მიწყენთ. იმედია მართლა არ მიწყენთ და გაგებით მოეკიდებით იმას, რომ ერთი თვე დაახლოებით ვიდეოებს ვერ დავდებ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ლოდინი იქნება ღირსი. ხო მღიმეზე. ეს ლოდინი ამათ ღირდა, აი ამას წიტყვით, მოკლედ აი ამის თქმა. ანამდე კი ვისამოვნოთ დამოუკიდებლობის დღის სადილით, თქვენ კი შევხვდებით ერთ თვეში. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ. მალე დაგებრუნდებით, ერთი თვეც მალე გავა. დავედით. ძალიან ლამაზი დღეა დღეს. ცხელა, მაგრამ ძალიან არ ცხელა. შესანიშნავია წვა და ობისთვის. ნახეთ, რაღაც მაღაზიებიც კი ღია და მუშაობენ. დღესასწაულებზე ესეთი რაღაცები არ ხდება ზოგადად. אני דווקא חשבתי. אני אצלם ביותר. שלום. מה קורה? אני בבלוג? כן. אני ראיתי את הבלוג איתך, לא הבנתי כלום, אבל זה נראה חבל. וואי, כמה פשוט כאילו לצלם כזה עברית. ביוטיוב, יש את הבלוג חבל הזמן. אני באה. Zandvoort. Batata. Kartoffeli. Wow. היא לא שומעת אותך, היא לא יכולה לענות לך. לחמה בעתיד לא טוב. הנה הוא. אמרתי לכם. איזה יופי. כן, מה? יין, הנה עופרה הכינה לי, כן, תודה. დავთავრეთ ჩვენი უგემრიელესი სადილი. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. კარგი ხანი შემორჩით, იმიტომ რომ მე TikTok-ის ვიდეოებით გადავიღეთ და ძალიან ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. დავედით ახლა ჩავალაგებთ. გავაგრძელებთ ჩალაგებას, უფრო სწორად მომემზადებით საბოლოოდ ხვალისთვის. ეს ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ თითქოს არ ვართ მზად და ცოტა გული გვისკდება. თავარი პასპორტი წავიღოთ. თორე დანარჩენი ყველაფერი მე მგონი ეშველება იქ. ყიდვა ყველაფრისა შეიძლება. დროებით მეგობრებო, შევხვდებით კორეაში. ჯერ აეროპორტში და მე კორეაში.